ესე იგი მარტო გამოცდილებას კი არა აქვს თავისი პრინციპები, სადაც ადამიანს უფლება აქვს რომ სხვას არ დაუჯეროს და მხოლოდ თავის გზით იაროს, არამედ თურმე ზნეობასაც ქონია აპრიორული, ესე იგი საყოველთაო და აუცილებელი პრინციპები და კანტი წერს მეორე ძირითად შრომას, ეს არის პრაქტიკული გონების კრიტიკა. პრაქტიკა აქ იგულისხმება როგორც ადამიანთა ურთიერთმოქმედება. ის თეორიული იყო წმინდა გონების კრიტიკა, ეს არის პრაქტიკული გონების კრიტიკა. აქ კანტმა ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი კატეგორიული იმპერატივი, ესე იგი ადამიანთა ურთიერთობის წესი, რომელიც კანტს არ დავიწყია, რომ ის უკვე გამოცდილების სფეროს გარეთ არის და მაგ ბრძანება არ შეუძლია, რომელიც ადამიანმა შეიძლება არჩიოს, შეიძლება არა, მაგრამ კანტს ჰქონდა პრეტენზია იმაზე, რომ თუ მარტივად რო თქვა, თუ ადამიანს უნდა პატიოსანი კაცის სახელი ჰქონდეს, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოიქცეს. ცხადია, მისი ნება შეუძლია უპატიოსნო იყოს, შეუძლია პატიოსანი, მაგრამ შეიძლება ის თვითონაც ცდებოდეს, გონია რომ პატიოსანია. აი კანტმა შექმნა ფორმულა. როდის არის პატიოსანი კაცი და როდის შეუძლია მას თუნდაც თავის თავს უთხრას, სხვას ხო შეიძლება მოატყუოს, მაგრამ თავის თავს ვერ მოატყუებს. რომ ესე იგი კატეგორიული იმპერატივის მრავალი ფორმულება არსებობს, ყველაზე გავრცელებული და ალბათ ყველაზე მისაღები, იმიტომ რომ ყველაზე ადვილი გასაგები არის შემდეგი: მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში კაცობრიობა როგორც ნებისმიერი სხვის სახით, ასევე საკუთარი სახითაც შენთვის ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება. ეს ალბათ მოგაგონებთ ქრისტეს სიტყვებს, რომ გიყვარდეთ მტერი თქვენი, და მარჯვენა ლოყაში რო გაგარტყან, მარცხენა მიუშვირეთ და ასე შემდეგ, მაგრამ კანტი ასე არ ფიქრობს. ის თვლის, რომ ქრისტეს მოზღურება არის არა ის, რაც მოციქულებმა დაწერეს. მოციქულები საოცარი ადამიანები იყვნენ და გზაც უჩვენეს კაცობრიობას, მაგრამ ისინი მაინც ადამიანები იყვნენ და ემყარებოდნენ იმას, როგორ მოეჩვენა მათ ქრისტე. ამიტომ ძალიან ხშირად კანტი ასწორებს იმას, რაც მოციქულებმა თქვეს. და ამიტომ ქვია მის შრომას რელიგია მხოლოდ გონების ფარგლებში. აქაც თქვათ, აი ამ საზომით, აი მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში ყველა სხვა ადამიანი იყოს აგრეთვე მიზანი და არა მხოლოდ საშუალება. ეს არ არის უბრალო, ასე ვთქვათ, სიტყვის მასალა. აგრეთვე მიზანი, ბოდიში აგრეთვე მიზანი და არა მხოლოდ საშუალება რას ნიშნავს? საზოგადოებაში ყველა ადამიანი არის ვიღაცისთვის საშუალება და ვიღაცისთვის მიზანი. თქვათ, მეპურე სხვისთვისაც აცხობს პურს, მეპურისთვის, თქვათ, სხვა რაღაცას აკეთებს. საზოგადოება სხვანაირად არ არსებობს. ყველა საშუალებაა, მაგრამ უზნეობაა, როცა ვინმე შენ ჩათვლი მხოლოდ საშუალებად. ყველა ადამიანი და კანტი აქ არ ამსხვერპლდა არც რასაც, არც სქესს, არც სხვა შორის გონებრივ უნარებს. ფორმა რო აქვს ადამიანის, ყველა ადამიანი ის რაღაც ასპექტით მიზანი უნდა იყოს შენთვის. იმიტომ რომ ის ხო ღმერთის ხატია. ყოველ შემთხვევაში მას ასე უნდა წამდეს და ფიქრობს ადამიანი რომ ასეთია. ესე იგი გავიმეორებ, ყველა ადამიანი საკუთარი თავის ჩათვლით უნდა იყოს
რაღაც თვალსაზრისით მიზანი, ესე იგი თვითღირებული. მას თავისი ღირებულება აქვს, რომელსაც ვერავინ მეორე ვერ შეცვლის. მან თავისი მისია უნდა შეასრულოს და აგრეთვე ის საშუალება იქნება, მაგრამ რაც მთავარია, კანტი ამბობს საკუთარი თავის ჩათვლით. ესე იგი კანტი არ აძლევს უფლებას ადამიანს, თქვათ, ბოროტ საქმეზე შეეწიროს, თავი შეწიროს. თქვათ, თუნდაც ბოროტი საქმე თუა, თავი შეწიროს მისთვის ახლობელ ადამიანს. მისთვის თავარი არის, რომ ემსახურება თუ არა ეს მოქმედება ზნეობას, რომ საერთოდ ადამიანი არა პეტრი, არა პავლე, არა აინშტაინი, თქვათ, არა გოტემტოტი თვითღირებულია. ის მხოლოდ საშუალებად არასდროს არ უნდა ჩაითვალოს. ეს არის კანტის ზნეობის და თანამედროვე ზნეობისაც მე ვფიქრობ, ისეთი მყარი საფუძველი, რაც დღევანდელ პირობებშიც თეორეტიკოსების თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, გადაულახავი სიზუსტით არის, სადაც გადაულახავი სიზუსტით არის ჩამოყალიბებული ზნეობის ძირითადი კანონი.